საღამოშვიდობის დარიოს ისტორიკოსთა კლუბი მორიგი სხდომა ასეც კაც და დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს დათო ჯაფარიძის ძალისხმევით ბატონი მინდია ჯალაბაძე და ქალბატონი ნანა რუსიშვილი და თემა არის საქართველოს როგორც მიწათმოქმედების უძველესი კერა და სიტყვას ვაძლევ დავით ჯაფარიძეს დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საღამოშვიდობის თემა ნამდვილად ძალიან საინტერესოა და მინდა დიდი მადლობა მოახსენო ქალბატონ ნანას ეროვნული მუზეუმის სამყარო მეცნიერ თანამშრომელს ბატონ მინდიას ეროვნული მუზეუმის მთავარ კურატორს რომლებიც დათანხმდნენ რომ დღეს ესაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე თავისთავად ის თემა რომელზეც უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესოა ანუ ნეოლითი როდესაც ადამიანი გადავიდა მწარმოებლური ცხოვრების წესზე მომგროვებლური მიმთვისებლური წესიდან და დაიწყო სწორედ იმის ბუნებაში არსებული ენდემური ანუ ადგილობრივი ველური სახეობების ქცევა კულტურულ სახეობებას ესენი იყვნენ პირველი ადამიანები რომლებმაც აი გზა გაუკვალეს ძალიან ბევრ რამეს და ჩვენ უნდა ვიყოთ იმათი მადლიერები და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ეს პროცესი და აი ამ პროცესში რომელიც სოფლიოში ყველაზე ადრე დაიწყო ჩვენ მეზობლად მცირე აზია წინა აზიაში ასია მიჩნეული მეცნიერებაში ეგრეთ წოდებულ ოქროს სამკუთხედს ახლა ოქროს ნახევართვარეს უწოდებენ ჩვენგან სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ჩვენი შორეული წინაპრები რადგანაც ამას ყველაფერს ხელს უწყობდა ბუნებრივი პირობები კავკასია გამოირჩევა ძალიან დიდი მრავალფეროვნებით ამ მცენარეული სამყაროსი და ბევრი მცენარის წინაპარი იყო და ზოგ შემთხვევაში დღემდე რჩება კავკასიაში და სწორედ ეს გამოიყენეს იმ ადამიანებმა და ეს შემოქმედებითად ძალიან მიუდგენ და შექმნეს ისეთი სახეობები რომელიც დღესაც არსებობს მსოფლიოში და დღესაც იყენებენ ჩვენს ვიყენებთ მათ ყოველდღიურ მასში ყოფაში საკვებად და სხვა ხალხებიც და აი ამაზე ისაუბრებენ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები ქალბატონი ნანა და ბატონი მინდია და ბატონ მინდიას ვთხოვ რომ დაიწყოს საუბარი პატარა ექსკურსიას ჩავატარებ შესავალი ნაწილი მექნება რასაც მე განავრცობს ქალბატონი ნანა იმიტომ რომ მე არა ვარ არც არქეობოტანიკოსი არც პალეობოტანიკოსი და ქალბატონი ნანას უშუალო პროფესიაა სწორედ ეს უძველესი მიწათმოქმედების რაღაცა ნაშთების კვლევა ეს არის არა მარტო ხობლეული არამედ ვაზი ასე შემდეგ ყველაფერი აბსოლუტურად მინდა გითხრათ რომ სწორედ ჯერ კიდე აი ბატონი დავით მაღრაძე ახსენებდა და ნუ ცნობილია რომ ეს ვავილოვის ცნობილი თეორია რომ მიწათმოქმედების რაღაც გარკვეული ზონები არსებობდა ჯერ კიდე 30-იან წლებში ან უკვე დაადგინა ესეთი მიწათმოქმედების ჩასახვის კერები და ეს არის ერთ კერაში შედიოდა ამიერკავკასიის რეგიონიც სამხრეთ კავკასია უშუალოდ რომელიც მე მართლა რაღაცა გარკვეულად თითქოს წინასამეთხვე რაღაცა თეორია იყო მაგრამ ეს თეორია გამართლა და ეს უკვე მე თანამედროვე მეცნიერებების განვითარებამ სხვა დისციპლინების განვითარებამ მე ნელ-ნელა დაამტკიცა ეს ყველაფერი რომ მართლაც ხდებოდა სწორედ აი აქ ჩასახვის ერთ-ერთი ცენტრი იყო მიწათმოქმედების. მიუხედავად იმისა, რომ წინა აზია სწორედ გაივახსენეთ ის ნაყოფიერი ნახევარმთვარე, რომელიც მახლობელ აღმოსავლეთში რაღაცა გამფენილია რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე და საკმაოდ ისეთ fertile region ესე რომ ეძახიან ცნობილია ეს ტერიტორია ერთ კითხვას დღევანდელ დღეს რა ქვეყნებია ეს რომ წარმოიდგინოს მაყურებელმა რა ტერიტორიაზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა ეს არის ერაყი სირია მესოპოტამია განსაკუთრებით ასევე თურქეთი ანატოლიის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიიდან ჩადის დაბლა სამისკენ და ჩადის
სირია-პალესტინის ტერიტორიაზე. აი ეს რაც გარკვეულ საკუთრებს ქმნის ეს მთელი ეს ზონა და ამის გარკვეულ როგორ შეიძლება ითქვას მოსაზღვრე რეგიონი შეიძლება პერიფერია იყო თუ რა იყო ყოველ შემთხვევაში აი ამ ზონაში შედიოდეს სამხრეთ კავკასიის ტერიტორია სადაც იგივე ბევრი რაღაცა არტეფაქტია და ცნობილი აი რაღაცა აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ძეგლებზე. მე გულისხმობ აი ეს ძველი საფრანგეთის მეცნიერების დასასრულს და დაახლოებით 2000 წლის წინანდელი პერიოდი გულისხმობ. აი ამ დროს ხდება სწორედ კულტურული მცენარეების სელექცია ხდება თუ ეს ამას შესახებ ქალბატონიანმა მოგახსენეთ, მაგრამ არქეოლოგიურად ძეგლებზე დადასტურებულია ეს ფაქტიურად გვაქვს, აი ფაქტიური დადასტურება, აი უძველესი ხობლეულის, უძველესი არა მარტო ხობლეული, არამედ ვაზის და ვაზის და კიდე არის ის ბოჭკოვანი თელი ალბათ კერი რა თქმა უნდა არის და არის ასევე ოსპი ვარდა და ასე შემდეგ სხვა მცენარეები, რომელიც დადასტურებულია ფიზიკურად და შესწავლილი. ამდენად მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდათ უკვე რაღაც ჩამოყალიბებაში, მაგრამ რაც თავია არის დადასტურებული როგორც უკვე გაკულტურებული პრობლემური ეს ისევ ამას კონფიციის ყველაფერი რაც უნდა ოფიციალური მუშაობა არამედ არის ველური სახეობები, ნახევრად ველური სახეობები და ეს არქეოლოგიურ სიაში კარგად არის დადგენილი. სწორედ რომელ ძეგლებს გეკეთებინი? რომელ არქეოლოგიურ ძეგლებს? ფაქტიდან იწყება სწორედ ეს კულტურული მცენარეების ხორბალის და კერის და ასე შემდეგ. მათი გამოჩენა და მე ეს გრძელდება ტრადიციულად რა თქმა უნდა სამიწათმოქმედო მიწათმოქმედია ეს ქართული ეს ტერიტორია სადაც ეს დღეს ქართველები ცხოვრობენ ასე ვთქვათ ეს უნებრივია დაიწყო მაშინ ნეოლითის ხანაში როცა ჯერჯერობით არ ვიცით ვინ ცხოვრობდა ყოველ შემთხვევაში სასიამოვნო ფაქტია დადასტურებული რომ აი მთელი სამხრეთ კავკასია დასახლებული იყო მიწათმოქმედების ჩასახვის დროინდელი ტომობრივი გაერთიანებით შეიძლება დავარქოთ. ამათი გენეტიკური კვლევა არავინ ჩატარებული, ამათი ბევრი რაღაცა არის დასაკეთებული, კიდევ დადგინდეს ვინ იყვნენ ისინი მოსული მიგრანტები იყვნენ თუ სამხრეთიდან მოსული ხალხი, რომელიც აი ადრეულ მიწათმოქმედებს წარმოადგენდა და ასე შემდეგ. ბევრი პრობლემა არის, რა თქმა უნდა. აი მაგრამ ადრე ვიდეოს ხანაში უკვე დადგენილი აბსოლუტურად ყარაქსის კულტურა, რომელიც ასევე უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს თავის სხვადასხვა ლოკალური ვარიანტები არის ისრაელშიც არის აღმოჩენილი ზუსტად აი ნაყოფიერ ნახევართვარის გავრცელების ქვეყნების ტერიტორიაზე, გავრცელებული ირანში და ასე შემდეგ. აი იქ უკვე საქართველოში არის გათხრილი რამდენიმე აი ადრებრინჯაოს ხანას დაახლოებით 5000 წლის წინ უკვე დადგენილია რომ აქ უკვე ხდება ისეთი დასახლებები, სადაც ფაქტიურად დადგენილია რომ შერეული რაღაცა ტრადიცია ჰქონდათ და ფესვი ვთქვათ კერი ვთქვათ ითესებოდა ხორბალთან ერთად რაცაც რაღაცა გარკვეული დადებითი პროდუქტიული რაღაცა შედეგი მოყოლოდა. აი ქვაცხელის გამოსახლარზე ალექსანდრე ჯავახიშვილი და ამ ძეგლს დადგენილია რომ აი ძნებია ნაპოვნი მთელი ამ შენობებში ქალაქის შენობებში სადაც აი ხორბალი და ქედი ერთად არის რაღაცა ნამდვილით აღებული მოსავლის ის არის ფაქტიურად პრეზენტაცია ხდება. მე ეს ვითარდება და
ცნობილია რომ აი ერთ-ერთი უადრესი და აი ლოკალური ადგილობრივი ჯიშები მახა ზანდური და ასე შემდეგ იქა აქ იყო ძალიან დიდი ხნის წინ უკვე ამის შესახებ მე ბოდიშს ვიხდიო არა ამის სპეციალისტი უბრალოდ როცა ესეთი ის ჩავიტარე ალბათ მანამ უფრო განაცხადეს სანამ სიტყვას გადავთ ერთი კითხვა მაქვს ესეთი აი თქვენ ეს ნახევართვალი რო ახსენეთ ეს მიჯნაზე ყოფი ჩვენი რეგიონი ამათ მერე განვითარდა თუ ერთდროულად ხდება ეს განვითარება ესე იგი ჩვენ ვისწავლეთ მათგან თუ რაღაცა ერთ პროცესში მოგახსენებთ ეს არის ქრონოლოგიურად არის დადგენილი აი თქვა ცნობილი ძეგლებია ეს ჩათალკუიუკი იქნება თუ მისი მსგავსი ეს თურქეთში დანარჩენი ძეგლებია ეს ნეოლითი განვითარებული ნეოლითის ხანის ჩვენ ვართ უფრო მომდევნო პერიოდი ის არის თქვა მე-7-6 წლეული ძველი წელთაღრიცხვის ჩვენ ვართ მე-6-5 წლეული ანუ ის რაღაც განვითარების რაღაც ეტაპი ან ეს ინოვაცია თუ სხვადასხვა არის ხა როგორ დავარქვა ამას აი ამას ყოველთვის რაღაცა გამოძახილი ჩანს ამ საქართველოს ტერიტორიაზე ეს არ არის თქვა ადგილობრივი უცებ და მოულოდნელად გაჩენილი რაღაცა პრობლემა როგორც ჩანს სულ იყო ხარი კონტაქტი ამ რეგიონებს შორის და ახლოს არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ნებრივია ეს გარემო რაც სამხრეთ კავკასიაში არსებობდა უამრავი სახეობა მცენარეების, უამრავი ველური ხობლეულის თუ ასე შემდეგ. ხელს უწყობდა სელექციას და შეძლო განვითარებას. და ალბათ სულ კავშირში იყო ყველაფერი. იმიტომ რომ ეს კულტურა ეს ნეოლითს რასაც ეძახი აი შუალავი შემოთებო თელ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იგენტურია სომხეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხალხოდანა ეხლა ის თქვა ჯიში თუ სახეობა მე შეიძლება ტერმინი შემეშალოს თქვა რომელიც არის აღმოჩენილი ჩვენგან სამხრეთით და ის სახეობა თუ ჯიში რომელიც ჩვენთან აღმოჩნდა თუ ენათესავებიან ერთმანეთს. იცით, ევოლუცია დაიწყო, აი ხორბალზე რომ ვისაუბროთ ჩვენ, ევოლუცია დაიწყო პრიმიტული ჯიშებიდან და უფრო შემდეგში მივიღეთ მაღალ განვითარებული ჯიშები. აი ვთქვათ ხორბალში როგორიც გვაქვს რბილი ხორბალი. რბილი არის შიშველმარცვლიანი 42 ქრომოსომიანი სახეობა. აი იმ სახით, რომელსაც ახლა გვაქვს ჩვენ, შულავერ შომუთეფეს კულტურის ძეგლებზე უკვე არსებობდა. აი ეს პრიმიტული პერიოდი, როდესაც იყო კულტურული ერთმარცვალა, კულტურული ორმარცვალა, ესენი არიან დიპლოიდები, ქრომოსომული კომპლექტის ჯერადი ზრდა ხდებოდა ევოლუციის პროცესში და საბოლოოდ მივიღეთ ჩვენ 42 ქრომოსომიანი ხორბლები და ნეოლითში საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გვაქვს ჩვენ 42 ქრომოსომიანი ხორბალი. ამ წარმოშობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხორბლის წარმოშობაში ისეთ სარეველა მცენარეს, როგორიც არის ეგილოფსი. აი ახლა მე შემიძლია პრეზენტაციის სახით გაჩვენოთ, როგორ მოხდა ეს განვითარება ევოლუციურად და წარმოგიდგინოთ რა როლი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიას ამ თვალსაზრისით და აი ეგილოფსების შესახებაც მოგიყვეთ ხორბლების წარმოშობაში რა როლი ჰქონდა ეგილოფსებსაც. ძალიან საინტერესოა, მანამდე ერთი დილეტანტური კითხვა აქვს. ესე იგი ეს თქვენად ჩამოთვალეთ ეს ჯიშები. ეს უკვე ადამიანის ჩარევით არის, ანუ რაღაცა სელექცია უკვე ადამიანის ხელოვნურად გამოყვანილია. სპონტანურად ხდებოდა. იცით რა ხდებოდა ეს პრიმიტულ ჯიშებს უფრო ნაკლებ მოსავლიანობა ახასიათებთ და არიან კილიან მარცვლიანები, ანუ კილისგან გათავისუფლება საკმაოდ რთულია. ეს ხდებოდა სპონტანურად, ბუნებრივად. აი ეს Q-ფაქტორი, რომელიც შიშველმარცვლიანობას მუტაციები ხდებოდა, რომელიც შიშველმარცვლიანობას განაპირობებს, მაგრამ სელექცია ხდებოდა
და ეს რომ ადამიანი მომავალში დასათესად არჩევდა უფრო დიდი ზომის მქონე მარცვლებს ასევე თავთავებს არჩევდა რომელსაც უფრო მარცვლები ჰქონდა შიგნით და ეს ხდებოდა სელექცია ჩვენ შულა ვერ შემოთეფეს კულტურის ძეგლებზე ერთად ვპოულობთ ერთ მარცვალას, ორ მარცვალას, ასევე არის დიკაც შეგვედრია ჩვენ, რაც განასხვავებს დიკას, საქართველოს ენდემია დიკა და მხოლოდ საქართველოში გვხვდება. ეს შულა ვერ შემოთეფეს კულტურის ძეგლებზე დიკაც არის დაფიქსირებული. და ეს შერეული თესვის სახით იყო. ეს იყო ნარევი, ეგრეთ წოდებული, რომელიც მერეც არ გამქრალა მომავალ პერიოდებში. ვთქვათ, ბრინჯაოს ხანაში გვხვდება სუბთანათესებიც, რბილი ხორბლის, ანუ შიშველმარცვლიანი 42 ქრომოსომიანი, მაგრამ პარალელურად შერეული თესვა ხდებოდა, აი როგორც მინდიამ თქვა, ქერის და დიკას შერევა ხდებოდა და აი ესეთი სიმბიოზი ანუ ურთიერთდახმარება გარანტირებულ მოსავალს გვაქვს მაინც. ხორბლის რამოდენიმე ნარევი ქერთან ერთად უფრო ადრე შემოდის და თუ რაღაც ეკონომიკური სიდუხჭირე, ვთქვათ, კლიმატური ცვლილებები, ასევე შემოსევები, აი არის ეს პრიმიტული ჯიშები გადათელვის შემდეგაც რაღაც გარანტირებულ მოსავალს იძლეოდა, რაც ესე არ შეიძლება. უფრო მეტმოსავლიანია, შიშველმარცვლიანია რბილი ხორბალი, მაგრამ განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. ამიტომ საქართველოს დაწყებული შუა საუკუნეებიდან ყოველთვის არსებობდა, რათა მიეღოთ გარანტირებული მოსავალი. რბილ ხორბალთან ერთად. და ეხლა წარმოგიდგენთ თუ გაინტერესებთ პრეზენტაციას, როგორ მოხდა ეს ევოლუცია. რა თქმა უნდა. ხო, ეს არის საქართველოს ტერიტორია, როგორც ქვემო ქართლის. როგორც რუკაზე ხედავთ, საქართველოს ტერიტორია. დიახ, და ის უძველესი ადრესამიწათმოქმედო მახლობელი აღმოსავლეთის ძეგლები. კი ბატონო. ეს არის ერთი სივრცე წინააზიური ცენტრი, სადაც ასევე შედის საქართველო, კულტურულ მცენარეთა განვითარების წინააზიური ცენტრი. ეს გახლავთ რბილი ხორბლის ანაბეჭდი არუხლოს ნეოლითური ნამოსახლარიდან. მორფოლოგიური ნიშნებით ეს უკვე არის რბილი ხორბალი, მე-6000 წლეულია ძველი წელთაღრიცხვით. ანუ 8000 წლის წინანდელი. 8000 წლის წინანდელი. ასე გამოიყურება ეს თქვენთვის ცნობილია ეს ნამოსახლარი და ეს არის უკვე მარცვლეული, რომელიც აღმოჩნდა ალიზის აგურების დამუშავებით. აი ეს ნამოსახლარი. ეს ნამოსახლარი, კი ბატონო. ეს ანაბეჭდი ჩანს ხომ? აი ახლა ჩანს, დიახ. ეს რა ადგილას არის ეს გათხრების სად იყო? ეს თუ არ ვწდები გადაჭრი არუხლო. არუხლო. დიახ. ეს გამოყენებული აქვს მერაბ კოჩაშვილის თავის ფილმში ცხელი ზაფხული 3 დღე ზეგლი თუ არ ვწდები. გადაღებული აქვს, სადაც კახი კავსაძე რო ასრულებს ხრამის დიდი გორაა ეს მე მგონი. დიახ. ხრამის დიდი გორა. აი ეს არის კარბონიზებული რბილი ხორბლის ნაშთია, მარცვლები, კარბონიზებული. მარტო მარცვლების მიხედვით ძალიან ძნელია იდენტიფიკაცია, ამიტომ თავთავის ღერძის ნაწევრებიც უნდა იყოს მასთან ერთად და აი საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებზე, აი ალბათ ხედავთ ესეც კარბონიზებულია, ეს არის თავთავის ღერძის ნაწევრები, რომელიც რბილი ხორბლის არის. ასევე გვხვდება კომპაქტური ხორბალიც. არის ორმარცვალა ეს აგრეთვე ქერის თავთავის ღერძის ნარჩენებიც არის გამოვლენ. ასევე აი როგორც მინდი პარკოსანი მცენარეები იყო ამერიკის აღმოჩენამდე, როდესაც ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შემოვიდა ლობიოს კულტურა, მანამდე ძველ სამყაროში აქტიურად გამოიყენებოდა ოსპი, ბარდა, უგრეხელი, მუხუდო და ნეოლითურ ნამოსახლარებზე ზუსტად ეს სახეობებია დაფიქსირებული. ეს გახლავთ ოსპი, ეს არის უკვე ბარდა, ეს არის უგრეხელი.
ცერცვი და ეხლა დავედით იმ მნიშვნელობას. ცერცვი ასე ქვია უგრეხელს. ისიც ცერცვის გვარში შედის, ვიცია ერვილია ლატინურად. აქ არის არუხლო სხვა დღეები წარმოდგენილი რამოდენი ზედა ფენებში უკვე მთლიანად გაბატონებულია შიშველმარცვლიანი ფორმები რაოდენობრივად. აი იქ სადაც ბრედვით არის შიშველმარცვლიანი რბილი ხორბალი. და დანარჩენი ქვედა ფენებში უფრო კილიანმარცვლიანი ფორმები ჭარბობს ხორბლის. და ეგილოფსზე, როდესაც ვსაუბრობთ, როგორ წარმოიშვა, აი ეს არის აგრეთვე ნაპოვნია ეგილოფსის მარცვლები, რომელმაც მიიღო ზუსტად ჰიბრიდიზაციაში მონაწილეობა. აი, რა მოხდა ამ შემთხვევაში. როდესაც იყო პრიმიტიული დიპლოიდური ფორმები, ის შეეჯვარა ერთ-ერთ ეგილოფს, ანუ სარეველა მცენარეს და მივიღეთ ტეტრაპლოიდური ხორბალი. შემდგომში უკვე მოხდა ტეტრაპლოიდური ხორბლების შეჯვარება მეორე ეგილოფსთან. ეს არის ეგილოფს ტაუში და უკვე წარმოიშვა ჰექსაპლოიდური ხორბალი იმ სახით, რაც გვაქვს ახლა ჩვენ. და სავარაუდოდ ეს ნეოლითის ხანაში განხორციელდა. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამას და ალბათ უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ, რომ რბილი ხორბლის წარმოშობა მოხდა ზუსტად შულავერ შომუთეფეს კულტურის ძეგლებზე სავარაუდოდ. ისინი იყვნენ პიონერები ამ შემთხვევაში, პირველები. ამ შემთხვევაში, რომ აი ეს ხორბალი, რომელთაც ეხლა ვსარგებლობთ ჩვენ რბილი ხორბალი, ეს იყო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვა. ხოლო აი ეს რაც შეეხება ეგილოფს პელტოიდეს, ანუ ეს პირველი ხორბალი, პირველი სარეველა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტეტრაპლოიდურ ხორბლებს, ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე არ არის დაფიქსირებული. სამაგიეროდ აი ანატოლიის ტერიტორიაზე ხდება ეს და აი ძველი სამყაროს აი ზუსტად ნახევარმთვარის ტერიტორიაზე არის ეს პელტოიდეს დაფიქსირებული. აი ეს არის მოკლედ ის პრეზენტაცია, რისი თქმაც მინდოდა. და მახა და ზანდური ქალბატონი რომ შულავერ შომუთეფეს აი რაც შეეხება მახას და ზანდურს, სამწუხაროდ ეს სახეობები მორფოლოგიური ნიშნებით ძალიან გასარჩევია. იმიტომ რომ ზანდურები ძალიან გავს დიკოკუმს. ამიტომ აქ არის საჭირო დნმ-ის კვლევა. აი ისე მხოლოდ საკმაოდ რთულია ამის დაფიქსირება. მარტო მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით უნდა მოხდეს გენეტიკური სტრუქტურის შესწავლა. ამიტომ ეს ცოტა ძვირად ღირებული პროცედურაა და ალბათ მომავალში, როდესაც აქტიურად ჩაერთვება ნამარხ ხორბლების შესწავლაში დნმ, ამას უფრო ვიტყვით, უფრო დაჯერებულად მომავალში. მხოლოდ ერთადერთი ჩვენი ენდემი გვაქვს დაფიქსირებული ნეოლითურ ნამოსახლარებზე, ეს არის დიკა. აი დიკას აქ თავთავის ღერძის ნაწევრი ძალიან გრძელი, რაც განასხვავებს სხვა ხორბლისგან, სხვა შემთხვევაში მარცვალი ზუსტად იგივე აქვს, რაც რბილ ხორბალს. ამიტომ აი ესეთი ღერძის ნაწევრი შეხვდა გაგვიმართლა დიკას შემთხვევაში და დიკა დაფიქსირდა შულავერ შომუთეფეს კულტურის ძეგლებზე. ქადონა და აი სხვა მარცვლეული თქვა ფეტვი, შვრია, წეღან ხო ის რო ახსენეთ კიდე მინდოდა მეკითხა ის ძაძა, ხო ლობიოს მაგვარი კულტურაა ძაძა, ეს ფიქსირდება ეგეც ძველ ფენებში ძაძა? საკმაოდ რთულია ეს გასარკვევა. ნეოლითურ ნამოსახლარებზე არ შეგხვედრია ჩვენ ასეთი სახის პარკოსანი მცენარეები. მხოლოდ და მხოლოდ სამი სახეობაა დაფიქსირებული, ეს არის ოსპი, ბარდა და უგრეხელი. აი სხვა სახეობა შულავერ შომუთეფეს ძეგლებზე არ გვხვდება ჩვენ. და ფეტვი და ღომი? და რაც შეეხება აი ფეტვის წარმოშობის კერა, ეს არის აღმოსავლეთ აზია. დაახლოებით ფრანგებთან ქონდა ჩვენ ერთობლივი კვლევები, სადაც იზოტოპების მეთოდით შეისწავლეს და ადამიანის
ძვლების მიხედვით რა პერიოდში ხდება დალექვა ადამიანის ძვლებში ამ მარცვლეულის და დაახლოებით ადრე ბრინჯაოს ხანაში ფიქსირდება და არქეობოტანიკური მონაცემებითაც ზუსტად ამ პერიოდში ხდება მასიურად ფეტვის ნამარხი ფორმები ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე. და აი ღომზე მესამე 1000 წლებში შემოვიდა აღმოსავლეთ აზიიდან. და რა შეეხება ღომს ზოგ შემთხვევაში წერენ ხოლმე რომ თითქოს მე-14-მე-15 საუკუნეში შუა საუკუნეების მაგ დროს შემოდის საქართველოში და მე რამდენად თვეში უფრო ძველი უნდა იყოს ღომი. სავარაუდოდ ღომი უფრო ძველია, ვინაიდან დიხა გუძუბაზე შევისწავლეთ და მესამე 1000 წლებში დაფიქსირდა ზუსტად სეტარია იტალიკა აღმოჩნდა ღომის კარბონიზებული მარცვლები. მაგრამ ერთი ნაპოვნით საკმაოდ ძნელია ამის თქმა, კიდე მომავალი კვლევები ალბათ უფრო რაღაც ზუსტ და ნაკლ სურათს მოგცემს. სელს რაც შეეხება აი სელი უკვე ნეოლითურ ნამოსახლარებზე გვხვდება, რომელსაც აქვს უკვე კულტურული სელისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ეხლა მქონდა ზუსტად ფხეროს ნამოსახლარიდან ეს არის ქალკოლითური პერიოდის მასალა, ეს ჯავახეთის ტერიტორიიდან იქაც ფიქსირდება სელი და პარალელურად გვხვდება საღებავი პიგმენტის შემცველი მცენარეებიც. როგორც ნეოლითში, ასევე ქალკოლითურ პერიოდში. და ეს არის კიდევ ერთი საინტერესო თემა საღებავი მცენარეები, ვინაიდან საღებავებს ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში, პალეოლითის ხანაში გაეცნო. და ამათი კულტივირება თუ თანადროულად არ მოხდა, შეიძლება წინაც უსწრებდეს იმ მარცვლეულ კულტურებს, რასაც ჩვენ ვსწავლობთ. ეს არის კიდევ ერთი საინტერესო თემა საღებავი მცენარეები, სამკურნალო მცენარეებთან ერთად. მაგრამ სამწუხაროდ არსებული მასალის მიხედვით დამტკიცება რთულია, რომ ეს ნამდვილად საღებავად იყო გამოყენებული. და რა შეეხება აი საქონლის საკვებ მცენარე იონჯა, სამყურა, ესენიც ეგეთივე თქვათ ძველია კავკასიაში მისი გამოყენება. თუ ფიქსირდება ძეგლებზე. ფხეროს ნამოსახლარზე შეგხვდა ძალიან დიდი რაოდენობით სამყურანი მოსახეობა შეგხვდა, წითელი, თეთრი, ასევე იონჯა შეგხვდა ჯავახეთის ტერიტორიიდან. რომ ეს ადასტურებს, რომ ამ პერიოდში იყო საბალახები და შესაძლოა იყო გამოყენებული ზუსტად მეცხოველეობისთვის. ალბათ ხო, ეხლა თან დიდი რაოდენობით თუ არის ხო საინტერესო სახეობები არსებობს თქვა ეგ მე ვიცი თვითონ ცხოველების უკვე მოშინაურებულის რა ვიცი თითქმის ყველა სახეობაა ცხენი, ხარი, ძროხა, კამეჩი, რა ვიცი კათამიც არის ენდემური ამდენადაც ვიცი ძაღლი, ცხვარი, ეხლა შემორჩენილია ორი სახეობა. კათამი ალბათ ცოტა უფრო გვიანდელია. როდესაც რა ადასტურებს იმას, რომ იყო მეცხოველეობა განვითარებული და უკვე გამწევი ძალა რომ გამოიყენებოდა მეცხოველეობაში აქტიურად, როდესაც ხდება დიდი რაოდენობით კილიან მარცვლიანი ქერის სუფთა ნათესები. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ კილიანი მარცვლიანი ქერი ამ დროს ითესებოდა და ითესებოდა საქონლისთვის. ვინაიდან ქერი ავითარებს კუნთის მასას და აი ზუსტად ამ პერიოდში ხდებიან პალეობოტანიკოსები და ეს დაახლოებით ადრე ბრინჯაოს ხანაში ხდება, უკვე ხდება კილიან მარცვლიანი ქერის სუფთა ნათესები და ამ პერიოდისთვის უკვე გამოიყენებოდა გამწევი ძალა მიწათმოქმედებაში. ხარების ძალა, ცხენების ძალა და ასე შემდეგ. ბოდიშვით ჩავერთვებით ცხენი შუა შემოთეფეში არ არსებობს ჯერ მოშინაურებული ცხენი, შემოდის შუა ბრინჯაოს ხანიდან. ესაა დადგენილი სადღაც ადრე ბრინჯაოს ბოლოს. მანამდე იყო როგორც ჩანს, აი ველური ველის თუ სტეპის ცხენი თუ ასე შემდეგ, მაგრამ აი მოშინაურებული ჯიში ჯერ არ არსებობს. ისე გამწევი ძალა მაგრამ ვიდეო შუა ბრინჯაოს ხანა რამდენი 1000 წელია ესე იგი ჩვენგან არის დაახლოებით 2000 წლის წინ. და კი, 4000 წინ არის 4000 წელი უკვე მოშინაურებული ცხენის ვარაუდი უკვე
მაშინ ცხენი არ არსებობს, ეს დადგენილია ნამდვილად. თუ არ ვწდები ეს შუა ბრინჯაოსთან დაახლოებით 1000 წელი გრძელდება. 2000 წლიდან იწყება და მე თრიალეთის კულტურაში უკვე რაღაცა ჩანასახები არის მოშინაურებული ცხენის. მე ვიან ბრინჯაო 500 წლიან პერიოდად მიიჩნევა თუ არ ვწდები. ისე რაღაცა პირობითად დაყოფილი ეს არის ხო ეს ქრონოლოგიური ის მაგრამ ზოგადად აი ამ ჩარჩოებში ექცევა აი ცხენის მოშინაურებული ცხენის გაჩენა საქართველოს და კავკასიის ტერიტორიაზე აი იჩნეულია რომ ცოტა გვიანდელი მოვლენაა ეს და მაშინ არსებობს მაშინ არის ნუ ჩვეულებრივი ონაგრი და ასე შემდეგ აი სტეპის და იმათ ველური სხვადასხვა ჯიშის ისინი ცალცლიკიანი თუ როგორ ეძახიან მაგას ახლა მეც არ მახსენდება გამოვი ვირი გარეული ცხენი და ასე შემდეგ არ არის აი რეალურად მე შეხება უკვე ოდის ვიხდი მახსოვს მინდა იმას ტარიელ ჩუბინიშვილის ექსპედიციას აღმოჩენილი აქვს თავის გათხრების დროს გაკეთებული აქვს ის ანალიზი და რომ ჭარბობს გაცილებით 80%-ზე საქონლის ძვლების შინაური საქონლის ძვლები დაახლოებით 80%-ია და თუ კიდე მეტი და დანარჩენი არის ნანადირევის ძვლები. ესე იგი უკვე იმდენად არის იქ ეს რაოდენობა შინაური ცხოველების რომ ძირითადად ისინი აკმაყოფილებენ თქვა როგორც აი ამ როგორც გამწევი ზალა ისე როგორც საკვები კი რა თქმა უნდა საკვებით დამატებითი საკვები არის ნანადირევი და თევზი ალბათ და დანარჩენი უკვე მოშინაურებული მიიჩვეს ეს წინა პერიოდში ხდება სწორედ აი ნეოლითამდე როდესაც რაღაცა მიჩვევა ხდება ჯერ ესეთი ვარაუდია რომ ხდება გარეული ცხოველების ანუ მომავალი შინაური ცხოველების მიჩვევა და მე ის სახლთან ახლოს ყოფნა ყავდათ და ნუ მე მეუბნება რაღაც სელექციით გახდა სწორედ არის მოშინაურების პროცესი დაიწყო ასევე აი თუნდაც აი სტატისტიკური აი ძვლოვანი მასალის გინდათ ხრამის ტიგორაზე გინდა არუხლოზე გინდა გადაჭრილზე ზოოარქეოლოგია გვაჩვენებს იმას რომ ჩვენიერი მენიუ ქონდათ იქ იმიტომ რომ არის თქვათ 80% აი როგორ დაახლოებით 75-80% არის შინაური სხვა არის ძროხა და ასე თლიქოსნები და დანარჩენი არის აი ეს ირემი, დომბარი, თქვათ, რაღაცა ისოეთ სტეპის თლიქოსნები, ველური, ანტილოპის და ჯეირანის ტიპის და თევზეული. თევზი უამრავი, სხვადასხვა პირადად აი გამოტელზე გორაზე გვინახავს უზარმაზარი, არ ვიცი, მე მგონი აზუთრისებრი ან ლოკოსებრი რაღაცა უზარმაზარი ხერხემლის მალები გვაქვს, რომელსაც მე იხენებდნენ საკიდებად და რაღაცა მეორადი გამოყენება ქონდა. ისე რომ კარგად იკვებებიან ამის თქვა. ნუ გარდა ამისა არსებული ქონდათ საკონდრეს ცხოველური საკვები თევზი და ხილიც ალბათ იქნებოდა და ისა რა ქვია. ყოველ შემთხვევაში იმდენია დღესაც კიდე შეიძლება მრავალნაირი ველური ხილი ტყეებში კენკროვანი და სხვა ხილი ეხლა როგორც ხაბატონი და გახდა კულტურული ეს სწორედ იქვე იყო ხაბატონანა ეხლა აქ მაყურებლის შეკითხვა შემოვიდა უბრალოდ ჩავსო ისეთი დამწებული შეკითხვა აი თქვენ ვახსენეთ ეს შედარებით ძვირიაო და ეს გამოკვლევებიო ეთყობა იმან გამოიწვია ეს კითხვა ამ არქეოლოგიურ და კვლევით სამუშაოებს ვინ ამფინანსებს რა ფინანსური წყაროებია ხელმისაწვდომი აი ამას კითხულობს ჩვენი მაყურებელი ჩვენ ახლა გავიმარჯვეთ რუს პროექტი მოვიგეთ ჩვენ ახლა ნული პროექტი და დნმ-ის კვლევა გვაქვს აქ ჩადებული აქ არის კიდევ ერთი პრობლემა. იქ სადაც არის მშრალი კლიმატი, ხშირად არ არის დნმ-ი ბოლომდე ფრაგმენტირებული ხდება ნამარხ მასალაში. ან გაგვიმართლებს, ან არა. იმედი გვაქვს, რომ გაგვიმართლებს, მაგრამ კვლევები ახლა ჩადებულია და ამ 3 წლის მანძილზე ჩვენ შევეცდებით, რომ დნმ-იც გავაკეთოთ. ხალხო, ეს დნმ-ის კვლევა
როგორ შედექსეულდა რას გულისხმობთ? ეს მემკვიდრეობითობას და იმას დაამტკიცებს, რომელი მცენარე როგორ განვითარდა, როგორ გადავიდა თუ აი რა შედეგი უნდა მიიღოთ აი ამ დნმ-ის კვლევით რა. აი თუნდაც ჩვენი ენდემების შემთხვევაში არის რაღაც მიკროსატელიტები, რის საშუალებითაც ჩვენ უფრო ზუსტად შეგვიძლია სახეობის ნიუანსების დადგენა. აი თუნდაც ტეტრაპლოიდური ფორმები, რომელიც ტეტრაპლოიდური არის ორმარცვალა, ემერი, ხორბალი, მაგრამ ტეტრაპლოიდური ასევე არის მაგარი ხორბალი, არის აგრეთვე ჩელტაზანდური, ჩვენი ენდემი რომ არის პალეოკოლხიკუმი, ესეც ჩვენი ენდემია და აი ზუსტად აი ამ კვლევებში ამ მიკროსატელიტების აღმოჩენა დნმ-ში გვეხმარება უფრო ზუსტად განსაზღვროს სახეობის ფარგლებში სახეობა უფრო ზუსტად რომ განსაზღვროთ. დათო უკაცრავად ერთსაც ვიკითხავ რა, აი დღევანდელი მეურნეობით საქართველოში არის რამე განსაკუთრებული ჯიში ისეთი, რომელიც მხოლოდ საქართველოშია ან მხოლოდ ამ რეგიონშია და სხვაგან არ არის თუ აი ეს გლობალიზაცია ამასაც შეეხო და ყველგან ერთიანი ეს არის რა ქვია სცენარე, როგორც ამერიკაში, ევროპაში, აქ ამჟამად შემოდის ჩვენ ხორბალს აღარ ვაწარმოებთ და შემოდის ხან ყაზახეთიდან, ხან რუსეთიდან, ხან თურქეთიდან, ხან ამერიკიდან ხორბალი. და ჩვენთან ეხლა დაიწყეს უკვე ენდემების წარმოება, მაგრამ არ არის ღალ რენტაბელური ჩვენი ხორბლები და აღარ მთიანი ქვეყანაა და არ გვაქვს ისეთი ტრამალები, როგორიც ყაზახეთშია. ადრე საქართველოში იყო მთის მიწათმოქმედება. ეხლა ამჟამად ეს შეუძლებელია. ამიტომ არ არის იმხელა ფართობი, რომ ჩვენ მოვიყვანოთ ჩვენი ენდემები და გავაკეთოთ მათი პოპულარიზაცია. ცოტა რთულია, არ არის რენტაბელური ეს. ამიტომ არის შემოსული ხორბალი. შემოსული უფრო იაფიჭდება სამწუხაროდ შემოტანილი ვიდრე აქ წარმოებული. დასაკვირველია. აი მე იმედი მქონდა რომ მაია ღამბაშიძე ჩაერთვებოდა ის ზუსტად გვეტყვის ამ პრობლემის შესახებ რომ საკმაოდ დიდი პრობლემა არსებობს ამ თვალსაზრისით. კი სამწუხაროდ მაიას ჩართვა ვერ მოხერხდა. და ეკონომიკას თავი დავანებოთ და ამ ბიზნესს და ვაჭრობას. აი თვითონ შენარჩუნება ვთქვათ ამ ქართული ჯიშის რამდენად მნიშვნელოვანია და რა თვალსაზრისით არის საჭირო თუ საჭიროა საერთოდ აი ესეთი რაღაცა სათფურები ან რაღაცა პატარა ადგილას რო კონდეს იმისთვის რომ გადარჩეს. აი არის ამისი აზრი. იცით დღევანდელი ხორბალი არ არის იმ სახით რომ იყოს სასარგებლო. ამ დროს ხორბალი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურაა და ადამიანს სჭირდება. იქ სადაც არ იყო მარცვლოვანი კულტურები, იქ ცივილიზაციები ვერ განვითარდნენ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველადი სახით თუ ეს გვექნება, ეს რა თქმა უნდა უფრო მეტად სასარგებლოა. ასევე მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 14 საქართველოშია წარმოდგენილი და 5 სახეობა გვაქვს ენდემური. და ეს დიკა საინტერესო ჯიშია, ვრცელდება 2500 მეტრამდე ზღვის დონიდან. იმ ძალიან ჭარბ ტენს იტანს, სოკოვანი დაავადებების მიმართ არის მდგრადი. ასევე თუნდაც ზანდურები, ქართული ზანდურები, ასევე საინტერესო ჯიშებია. მთიან რეგიონში სახეობებია უკაცრავად და არის ასეთი ჯიში რბილი ხორბლის, რომელსაც დოლის პურს ეძახიან. ეს ჯიშია და აი დოლის პური, ვისაც გლუტენის შეუთვისებლობა და ვინც იკვებებოდა დოლის პურით, აი ეს ცნობილი ჟან ჟაკი რომ არის ფრანგი და თესავს ახლა დოლის პურს. იმას ალერგია არ განუვითარდა დოლის პურის მიღებისას. ფაქტია რომ ჩვენს ჯიშებს და სახეობებს აქვს უპირატესობა, მაგრამ ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ მითოლოგიად, უნდა გაკეთდეს ბიოქიმიური ანალიზი ამის და უნდა დამტკიცდეს ეს ყველაფერი. როდესაც იყო საბჭოთა კავშირი, ეს ყველაფერი მოისპო და მხოლოდ ბოტანიკის ინსტიტუტს ჰქონდა ეს ჯიშები შერჩენილი. აღარ ითესებოდა ეს. და ეხლა ნელ-ნელა დაიწყო აღორძინება, ფერმერები ელკანას განყიდულობენ რაღაც სახეობებს, მოყავთ იქ. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ცდების დონეზე, რომ რაღაცა მეცნიერული კვლევა სერიოზული ჯერ არ აქვს ამის შესახებ.
სამწუხაროდ და ესა ქალბატონ დინო ესა ნანა უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს ეგეთი რომ აი ეს მახობელა სარეველა რომ არის და საინტერესო სარეველა რომელთაც ვიცი ის რაღაც გარკვეული რაოდენობით თუ შეერევა იმას ხორბალს და ფილსის თუ მოხდება ის იცავს ამ ხორბალს ჯერ კიდე მამაჩემისგან ვიცი და მე ძალიან კარგი ისა აქვს წიგნი ნუგზარ პურის მოთხრობა შატაიძეს ძალიან მიყვარს ის ციგნი და ისაც წერს მაგ იმაზე რომ ინახავს პურს ის რაღაც 10 დღე 12 ორ კვირამდე ის ახალივით და ეს აქვს როგორც ჩანს რაღაცა ისეთი ანტიბაქტერიული თვისებები ამ მახობელას და მე ერთხელ უნდა საშუალება ნეოლითში არა ანტიკურ პერიოდში მახობელი დიახ ბერიშვილი ვიცნობდი მე ანტიკურ პერიოდში ციხეაგორას ნამოსახლარზე მახობელი უკვე დავაფსირეთ ჩვენ შერეულად კარბონიზებული მარცვლები მახობელის ასევე ძალისაში გვაქვს მახობელი ნაპოვნი რომ ანტიკური პერიოდიდან რომაულ პერიოდში დიდი რაოდენობით ნაპოვნი რომ პრები ამას აქტიურად იყენებდნენ დაჟამათ მახობელზე ძალიან დიდი ინტერესია ვინაიდან ანტიკანცეროგენული თვისებები აღმოაჩნდა მას და ძალიან სასარგებლო პროდუქტია და აი ესეც ალბათ მომავალში აი ამ ტრიტიკოლოგებმა უნდა გაითვალისწინონ და უფრო აქტიური გამოყენება უნდა მოხდეს ამ სახეობის ბერიშვილი იმიტომ ახსენე თორნიკე შენი ეხლა კარ მაქვს თორემ გაჩვენებული ფოტო რომ ისა ეს ხორბლის სპეციალისტი აი ამ დარგის სპეციალისტი ბრძანდებოდა ბატონ დავიული და ვკითხე მაინტერესებს თუ ამეთქი შესწავლილი აი ეს რა გააჩნია ესეთ თვისება ესეთი 10-15 წლისიან დელამოს გეუბნებით რომელიც აი ამ რო ინახავს უკვე გაუნცხარ პურს ეხლა თუ მეც დაუმატებ მეტი მოგივა იმას ჩომში მაშინ ამწარებს მაგრამ თან რაღაც მოცისფრო ფერს აძლევს ამ იმას და ამბობენ რომ მე არ გამისინჯავს მაგრამ ნუსხებისგან ვიცი რაღაც სხვანაირი სურნელი აქვს სასიამოვნოა მახობელიან პურს და დასწავლია ინახავს ესე დაუობებლად დიდხანს პურს და ახალივით რჩება ორი ესევი და მე მაშინ მითხრა რომ მეო ამ ჰერბიციდების და იმ პესტიციდების გამო თითქმის მომსმარი იყო ეს და მე რამდენიმე წელი ვეზებდიო იპოვეო და მე მოაშენა და მაშინ მითხრა რომ რომელიღაცა საცხობი თქვა თუ არ ვწდებით იღმის თუ რომელიღაცის რომ იქ ისინი იყენებენ რაღაც პატარა იმაში ფუნტუშებს აცხობენ მახობელიანს მაგრამ მე ვერც ერთხელ ვერ მოახერხე იმ ფუნტუში შეძენა მაინტერესებს და ეგაც საინტერესო მოვლენაა რა ეს სხვაგან თუ ფიქსირდება ეს მახობელა სხვა ქვეყნებში არა ეს ამის თქმა მინდოდა მხოლოდ ქართული მოვლენა მალარია სირიაკა მხოლოდ ქართულ სინამდვილეში ფიქსირდება და ასევე არქეოლოგიურ ძეგლებზედაც ნიკო კესხოველი წერს ბატონ ნიკოს ძალიან ისე ქონდა კარგი კალამი და საინტერესო წერდა გადაიმუშავა დიდი მეცნიერი იყო რომ აი ამ ქართულ ჯიშებზე სპეციალურად 60-იან წლებში სადაც შუახანებში ჩამოვიდა იაპონელი დასახელებს იმის გვარს ახლა აღარ მახსოვს და მიადგა ბოტანიკის ინსტიტუტზე მის დირექტორს ბატონ ნიკოს და უთხრა რომ მე საგანგებოდ ჩამოვედი რომ ნახო ემის მახაზ და ზანდურის ნათესებიო ხო და მე იზოლებული გავხდი მომეტყვილი მეთქვაო უთხარი რომ ეს ახლა უკვე დავგან აღებულია მოსავალი და ვეღარ ნახავ თუ ამის ხანებში 40-იან წლებში წერს მე ბატონ ნიკო რომ კიდე ითესებოდაო ესენ სადღაც სასკოლო ნაკვეთებზე და იქ რაღაც დასავლეთ ლეჩხუმში რაცაში და იმ დროისთვის უკვე 60-იანი შუა წლებში აღარ იყო ესა იმ დროს არ იყო და კიდევ ერთი მომენტი გამახსენდა რომ ერთი ალბათ 20 წლის წინ იქ ვიყავი ხორბლის ბანკში აი აქ მცხეთასთან რომ იყო და იქ მითხრეს რომ ჩვენ ესენი გამოვიწერეთო ხორბლის სოფლიო ბანკებიდან აღარ კონდაო და იქიდან მოუვიდათ ეს არაკე ნუ მცირე რაოდენობით რაღაც საერთაშორისო კოდექსის არის თურმე კონვენცია რომელიც ავალდებულებს რომ თუ ვინმე თხოვს იმ ბანკმა უნდა გამოუგზავნოს და მე ინახება რამდენიმე წელი მე უნდა დაითესოს რომ თქვა ის მარცვალი არ მოკდეს და იქ თქვა რომ გერმანელებმა იკვლიესო თანაშრომლა მითხრა და მახაში დადასტურდაო რომ მახას გააჩნია ანტიკანცეროგენული თვისებები
აი ეს დღეს რო არის შედარებით ახალი დარგი მედიცინის ნუტრიციოლოგია, რუკებას სწავლობს ეს დარგი სწორკებას და ამბობენ რომ ეს ნუტრიციოლოგები 85% ადამიანის ჯანმრთელობის სწორი კვებით მიიღწევა. და მარტო სწორი კვებით არა, უნდა იყოს ეს საკვები ჯანსაღი და მე ფიქრობ რომ ის რომ თქვა ჩვენ ისეთმა მცირე რიცხოვანმა ერმა როგორი ჩვენა ვარ დღემდე რომ მოაღწია ამაში დამსახურება უეჭველად არის იმ ჯანსაღი საკვების მარცვლეულის და ხილის და იმ თქვა ცხოველურის თუ მცენარეული საკვების რომელიც 1000 წლეულების განმავლობაში აქ შეიმუშავეს, ჩამოყალიბდა და დღემდე მოვიდა. მაგრამ სამწუხაროდ არ უფრთხილდებით ამას. ეხლა ჭირს უკვე იმ ხილის იმ ჯიშების შეძენა. მაგალითად მე რაღაცა ვეკითხები ხოლმე ბაზარში რომ თურაშაული ხო არა გაქვთ. მიყურებენ ესეთ ძალიან გაუცე არც ისიან თურაშაული რა არის. ამას ანდაზა შეიძლება ბევრმა იცის რომ თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. ერთ დავამატებ, ეს არ არის ცარიელ ადგილზე ეს აგრო მეურნეობა, მიწათმოქმედება, იმიტომ რომ აქ მიდის სწორედ აი ნეოლითის ხანაში უკვე ვხედავთ რომ რაღაცა გარკვეული სარწყავი სისტემებიც კი არის ჩასახვის დონეზე თუ რაღაც ყოველ შემთხვევაში მარნეულის ველს უკვე რაღაცა ქსელი აქვს დინარიდან გადმოყავთ არხები მოყავთ სარწყავი რაღაცა ვიწრო შედარებით ნაკლებად ღრმა აი დაფიქსირებულია რამდენიმე ძეგლზე იგივე არუხლოზე არის მაგალითად სარწყავი არხების თუ რაღაც გარკვეული კვალი ნიშნები ასევე არის დაფიქსირებული მსგავსი იმირის გორაზე და ასევე არის დაფიქსირებული გადაჭრილ გორაზე 2016 წელს სუაფსტები გამოქვეყნდა ჩვენთან ჩამოვიდნენ ფრანგი გეომორფოლოგები გეოგრაფოსები რომლებმაც შეისწავლეს სწორედ აი არხის და გადაჭრილი გორა რა არის ახლა არის დინარის მიერ წაღებული ნახევარი ნამოსახლარი ნასოფლარი რამ გამოიწვია სწორედ აი ეს დაადგინეს ის ხალხი ამ მინდორს და ველს რაღაც ცდილობდა რომ გადმოეყვანა ხელოვნური არხები ლითიც მერე ნუ ქსელი კეთდებოდა და ეს სულ ირწყვებოდა თუ ყოველ შემთხვევაში ინტენსიური მიწათმოქმედება არსებობს სარწყავი წყალდიდობა მოხდა როგორც ჩანს ეს ახლოს გადმოყვანილი არხი მოდიძდა და ჩარეცხა ნახევარი ეს სოფელი ისე აღდგა ის რაღაც შემდეგი ეტაპი ჩვენ გვაქვს ეს კარგად დაფიქსირებული სწორედ რომ მიწათმოქმედება არ არის მარტო ეს პრიმიტიული რაღაცა მოჭიჭკნა მიწა და დაკესა და მერე მიიღო რაღაც მუშავა საკმაოდ სერიოზული მეურნეობის პატრონები იყვნენ და შემოქმედები ეს ხალხი და ასე რომ ეს ტრადიცია მერეც გრძელდება რა თქმა უნდა საუკუნეების და 1000 წლების განმავლობაში რა დასაწყისის სწორედ აი პერიოდიდან მიწათმოქმედება ჩაისახა ინტელექტუალური რაღაცა აი მე მექნებოდა შეკითხვა რითი ჯობია ეს ქართული ხორბალი არა ქართულ ხორბალს სხვა სახეობებს თუ ჯიშებს ნუ განსხვავება რა არის ხო ძირითადად არა აი ვაკეთ ძალიან ბევრი არის ნახევრად ველური ჯიშები რომლებიც აი თქვათ ზანდურები კილიანი ფორმები არიან პრიმიტულები და უფრო ახლოს ბუნებასთან და ალბათ არა აქვს ის სასარგებლო თვისებები დაკარგული რასაც ეხლა ჩვენ მივირთმევთ გადათეთრებულ რაღაცა ფქვილს რომელშიც არის ბიოდანამატები ბევრი და უკვე სასარგებლო არ არის ის სასარგებლო ფუნქცია დაკარგული აქვს და გარდა ამისა ეს ევოლუციის პროცესში გენეტიკურად ჩადებულია აი საქართველოს აქ ვერტიკალური ზონალობა და აი ყველა რეგიონისთვის არის დამახასიათებელი რომ დიკა ადის 2500 მეტრამდე აი ეს გარემო პირობებთან საქართველოს კლიმატთან შეგუებული სახეობებია
რომლებიც ზოგი იტანს ჭარბ ტენს, ზოგი იტანს ნაკლებ ტენს და აი ამ მხრივ ძალიან საინტერესო ჯიშებია. და აი მომავალი სელექციური სამუშაოებისთვის ძალიან საინტერესოა. და აი იაპონელები რომ ახსენეთ, დაინტერესებს ზუსტად ჩელტაზანდურის სოკოს მიმართ მდგრადობით, რომ აი ეს მომავალი სელექციური კვლევებისთვის რომ გამოიყენონ და დიკას ასევე გენეტიკური თვალსაზრისით შესასწავლად, რომ აქ არის აკუმულირებული ძალიან საინტერესო თვისებები. ვინაიდან საქართველო არის ეს მსოფლიოს პატარა მაკეტი, რომ ზღვაც გვაქვს, თაც გვაქვს ეს ვერტიკალური მონალობა და ამასთან შეგუებული ხორბლის სახეობები. და ამიტომ საინტერესოა და ალბათ სასარგებლოც არის ეს ჯიშები. როგორც ქერი, აი ქერზე ამბობენ, რომ ქერით იწყება მიწათმოქმედება და ქერით მთავრდება. ქერი ადის 200 მეტრიდან 5000 მეტრამდე ვრცელდება. და ქერთან შერეული ხორბალი იძენს ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებას. მარტო ქერის ფქვილი არ არის არც გემრიელი, ადვილად ობდება და ეს არ არის ფორიანი, გამომცხვარი პური ქერისგან და შერეული თესვა ქერთან ერთად უფრო კარგ მოსავალსაც გვაძლევს და 2 კვირით ადრე შემოდის, რომ მთის მოკლე ზაფხულის პირობებში შერეული თესვა გამოიყენება და ამ შემთხვევაში შესაძლებელია სხვა სახეობებიც დიკას გარდა იყოს გამოყენებული ქერთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და საგულისხმო. დიდი მადლობა, იმედი მაქვს, რომ კიდე შევხვდებით აი ამ ფორმატში და მაყურებელს ვთხოვრო, აი ეს თემები ალბათ თქვენს გაგიღვიოთ, რაღაცა გაგიღვიძოთ შეკითხვებს, მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი კითხვები და აუცილებლად გავითვალისწინებთ და ვეცდებით იპასუხოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა დათო, დიდი მადლობა ხალბატონ ანა, დიდი მადლობა ბატონ მინდია და დროებით. მადლობა.